გამარჯობა. ამას წინათ დავდებ ფოტო დამშრალ შადრევანთან, რამაც გარკვეული კითხვები და კრიტიკაც გამოიწვია. ეს გასაგებია და ამ ვიდეოს მიზანია ახსნა განმარტებას შემოგთავაზოთ, კონტექსტი შემოგთავაზოთ იმ ადამიანებს, მათ შორის ჩემ მხარდამჭერებს, ვისაც გულწრფელად გაუჩნდა კითხვა ამ ფოტოსთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ბევრი კომენტარი იყო, რომელიც არ იმსახურებს ახსნა განმარტებას, იმიტომ რომ ისინი წარმოადგენენ ქართული ოცნების ტროლებს, რომელსაც ურჩევნიათ კი არა და დავალება აქვთ, რომ ერთადერთი რაზეც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, ეს ერთმანეთის ლანძღვაა. შინაარსი და მწვავე საკითხები, რაც არის უთანასწორობა, წყალზე ხელმისაწვდომობა და უთანასწორობა, ეს არ უნდა შემოერიოს არც ერთ პოლიტიკოს. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთი უნდა ვლანძღოთ და ამით ჩვენი ქვეყნის მომავალი დავასამაროთ. ახლა კი მე მინდა ჩემი წარსული, ჩემი მთავარი ფასეულობები შეგახსენოთ მათ, ვისაც გულწრფელად გაგიყვირდათ ფოტო დამშრალ შადრევანთან და ახსნა რამხელა მნიშვნელობა აქვს საკითხს, როგორიც არის წყალი და წყალზე ხელმისაწვდომობა და ეკონომიკური განვითარება. დავიწყოთ იქიდან, რომ მე დაახლოებით 5 წელია ვარ ქართულ პოლიტიკაში და ამ 5 წლის განმავლობაში 10,000-ობით ადამიანი მგულშემატკივრობს, ხმას მაძლევს და ხმას აძლევს ჩემ მთავარ ბრძოლას სამართლიანობისთვის, მათ შორის სოციალური სამართლიანობისთვის. სამართალი მარტო სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ გამოიხატება. სამართლიანობა ასევე გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა და შესაძლებლობა, რომ ის იამოვნოს იმით, რასაც ეს ქვეყანა გვაძლევს და ეს არ იყოს მხოლოდ ერთი პატარა ჯგუფისთვის გამოყოფილი. 2020 წლიდან, როდესაც მე დავიწყე კენჭისყრა დიდუბე ჩუღურეთში, მერე ვიყავი შემდეგ წელს მერობის კანდიდატი, შემდეგ უკვე პარლამენტის წევრობის კანდიდატი, 10,000-ობით ადამიანი მოსდევს ამ საკითხს და ამ დღის წესრიგს გულშემატკივრობს. ამ ხალხში ხართ ის ადამიანები, რომლებიც ახლა არიან დასასვენებლად, რომლებსაც აქვთ აგარაკები, ბიზნესმენები, მდიდარი, შეძლებული ხალხი. არის ასევე ის, რასაც ეძახიან საშუალო კლასი, არიან სტუდენტები, არიან მშრომელები, ასევე არიან სოციალურად დაუცველები. ჩემო კარგო ხალხო, ამ ხალხში არის ადამიანები, რომლებიც არიან რუსთაველზე და რომლებიც ყოველდღე დადიან რუსთაველზე და აპროტესტებენ ქვეყნის მიტაცებას რუსეთის მხრიდან, მაგრამ ამავე დროს არიან და მე მათ პირადად ვიცნობ, ვუსმენ და პატივს ვცემ. არიან ის ადამიანები, რომელთაც ელემენტარული გზის ფული არ აქვთ, რომ პროტესტზე გამოვიდნენ და რომლებიც ერთ სამუშაო დღეს, მაგალითად რუსთავის ბაზარზე ვერ გააცდენენ, იმიტომ რომ მიიღებენ ჯარიმას. მე როგორც პოლიტიკოსი ვალდებული ვარ ვიყო ყველა თქვენგანის ხმა. მე ვერ ვიქნები მხოლოდ იმ ადამიანების ხმა, რომელთაც აქვთ საშუალება იყიდონ კონდიციონერი, დატკბენ სიგრილით და დატკბენ მშვენიერი ქართული ზაფხულით. მე უნდა წარმოვადგენდე ყველა ამ ფენას და მეცაც გეტყვით, მე თავს ვალდებულად მივიშნე, რომ წარმოვადგენდე ყველა ამ ფენას. რაც შეეხება წყალსა და ხელმისაწვდომობას. ბევრი წელია მე მაქვს კამპანია წყალი შენი უფლებაა. ჩვენ გვინდა რომ რაზეც კამპანია გვაქვს ახლა წყალი ჩვენი უფლება, ეს არის წყალი. ანუ თბილისს როგორც კი გავცილდები და თქვენ რო ნახოთ ჩემი სოციალური ქსელი, რაც ჩვენ დავიწყეთ კამპანია და ამას ადასტურებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გველეშაპი. ანუ ჩვენ ქვეყანას ხო არის ეს მთისკარა გველეშაპი. ჩვენ ქვეყანას ყავს გველეშაპი. ეს არის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. თბილისის ცენტრში, ან თუნდაც თბილისში არ უნდა ცხოვრობდე იმისთვის, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს ისარგებლო საქართველოს უსერიოზულესი რესურსით, რაც არის წყალი და მდინარეები. ანუ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 10,000-ობით მდინარეა, მაგრამ სინამდვილეში მე მინდა გაგახსენოთ, რომ ონკანში მდინარე წყალი მხოლოდ თბილის და 1-2 ქალაქს აქვს. ცოტა ხნის წინ მქონდა ვიდეო, გახვალთ თუ არა თბილისიდან 30-40 წუთში თქვენ დაინახავთ, რომ დასახლებებში წყალი არ არის, გრაფიკითაც არ არის, წყალგაყვანილობა არ არის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში კომპანიებმა, რომელსაც ევალებოდათ ამ პროექტების გაკეთება, მაგალითად ხაშურში თუ სხვაგან, ეს ფული უბრალოდ გააქრეს ან მოიპარეს. კორუფცია, ვიღაცეების გამდიდრება იმის ხარჯზე, რომ ელემენტარული
ჰიგიენის საშუალება არ კონდეს საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას ძალიან სერიოზული თემაა და მე ამაზე ბევრჯერ მქონია საუბარი. მე მინდა გითხრათ, რომ წყლის ხელმისაწვდომობა, შადრევნები უკავშირდება სწორედ ეკონომიკური უთანასწორობის საკითხს. მეორე კამპანია, რომელიც მე მაქვს წყალთან მიმართებაში და რომელმაც არაჩვეულებრივი შედეგები უკვე მოიტანა, ასეულობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ეს კამპანია არის იცურემ შვიდად. იცურემ შვიდად ანადოლიძის ადამიანის უფლებათა ცენტრის და კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ქსელის ინიციატივით წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ საზოგადოებრივი კამპანია დაიწყო. აქციის ორგანიზატორები დღეს თბილისის ზღვის იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, რომელიც ყველაზე საშიშ ზონად ითვლება. ამ ადგილას ყოველწლიურად რამდენიმე ადამიანი იღუპება. ეს კამპანიაც იმიტომ დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ზაფხულში ისეთ ადგილას ვერ მიზის, სადაც აუზია. ის იმ ფენას მიეკუთვნება, რომელიც არ ფლობს არც აუზს და არც აუზში სიარულის ასეულობით ლარი არ აქვს. ამაზე ცალკე სიუჟეტი მქონდა, როგორი ხელმისაწვდომი უნდა იყოს აუზები და რამდენად ძვილია თუნდაც საჯარო აუზები ევროპასთან მიმართებაში. ასეულობით ლარი ღირს იქ წევრობა. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას ზაფხულში ამის საშუალება არ აქვს. და ისინი სარგებლობენ იმ წყლით, ტბებით, მდინარეებით, რომელიც არის გარშემო, ჩანჩქერებით. ამ პირობებში, იმიტომ რომ ქართული ოცნება წლების განმავლობაში არაფერს არ აკეთებს, რომ უზრუნველყოს ამ ხალხის ამ ადგილების უსაფრთხოება, ყოველ წელს დაახლოებით 30 ადამიანი იღუპებოდა ამას ხაზს უსმევ სწორედ ასეთ ადგილებში. ელემენტარული ვალდებულებაა და ეს ევროკავშირის ვალდებულებაც იყო, რომელიც შესასრულებელი ქონდა ქართულ ოცნებას რამე რო ადარდებდეს საერთოდ. ელემენტარული ვალდებულებაა ეს ადგილები აღინუსნოს, შემოიფარგლოს და დადგეს იქ მაშველი. თუმცა არაფერი ამ მიმართულებით აქამდე არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ერთ ადგილს, თბილისის ზღვის ჩანჩქერს, სადაც ჩვენს პატრიოტ თანამოქალაქეს ალეკო ცქიტიშვილს სარჩელის დაჭირდა, რომ ღობე დაეყენებინა. მე მინდა გითხრათ, რომ კამპანიამ იცურემ შვიდად დიდი შედეგი მოიტანა, იმიტომ რომ იმდენი ადამიანი სტატისტიკურად აღარ იღუპება ყოველ ზაფხულს, რაც იყო ჩვეულებრივი. ზაფხული დასვენების მაგევრად საქართველოში გადაქცეული იყო შიშის, შფოთის, საფრთხის და გლოვის სეზონად. და სწორედ ჩემი მიზანი, სწორედ იმ ხალხის მხარდაჭერა იყო, რომელიც სარგებლობს აი ამ ყველაფერი ბუნებრივი რესურსებით, რომელსაც საქართველო გვაძლევს. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ეხება წყალსა და უთანასწორობას. წყლის ხელმისაწვდომობა საერთაშორისო სამართლებრივად ადამიანის უფლებაა. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ხელწამოსაკრავია და რომელიც ან ფუფუნების საგანია. ადამიანის უფლებათა ჩამონათვალში წყლის ხელმისაწვდომობა იმიტოა ჩამოთვლილი, რომ წყალი ეს არის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, განვითარებისთვის აუცილებელი პირობა და საშუალება. წყალი შენი უფლებაა, ამის არსიც, ამ კამპანიის არსიც ეგ იყო. ხაზი გაგვესვა, რომ საქართველოში წყლის ხელმისაწვდომობა და წყლის უთანასწორობა ძალიან სერიოზული თემაა. მოსახლეობის 3/4-ს სასმელი წყალი სახში არ მოსდის ონკანში, მაშინ როდესაც ადამიანები და პატარა ჯგუფი დაკავშირებულია ლიცენზიებთან, წყალს ასხავენ ჩვენ რესურსებს, ჩვენ მდინარებს, ჩვენ წყაროებს, ასხავენ, მერე უცხოეთში ყიდიან და ამით მდიდრდებიან და გვერდზე სოფელში ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც ელემენტარული პირის დასაბანი წყალი არ მოსდის ონკანში. ანუ დაახლოებით ფეოდალურ ხანაში ცხოვრობს. წყალი შენი უფლებაა და წყლის ხელმისაწვდომობის საკითხი სერიოზული ადამიანის უფლებათა საკითხია. და ახლა ის თემა, რომელიც უკავშირდება ზაფხულში შადრევნებით სარგებლობას. აი ხლა მოვედი იმ ადგილას, ვაკეში, მრგვალ ბაღთან, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია და ამ ზაფხულის ხვატში სარგებლობს ამ შვენიერი ცოცხალი შადრევნით. სარგებლობს იმ სიგრილით, რომელიც სხვა შემთხვევაში აქ არ იქნებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ქუჩაში ზაფხულობით ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს. ბევრმა, ვინც წაიკითხა ჩემი პოსტი, შადრევანი ჩათვალა რაღაცა ესთეტიკის, კულტურის ფუნქციად, ესთეტიური ტკბობის საგნად. არა და ეს არ არის. შადრევანი არის
ათასობით ადამიანისთვის და ათასობით ბავშვისთვის ელემენტარული გაგრილების და ელემენტარული გადარჩენის ტემპერატურის შენარჩუნების საშუალებად მაშინ, როდესაც ისინი ამ სიცხეში, ამ ხვატში ქალაქიდან ვერ მიდიან. და სწორედ ამიტომ შადრევანი სწორედ სოციალური უთანასწორობის საკითხია. გაიხედეთ იმ ადგილებში, ნახეთ ის ადგილები, დედაენის ბაღში მაგალითად, სადაც ძირითადად ჩართულია შადრევნები. იქ საღამოობით ნახავთ მოსეირნე ოჯახებს, ნახავთ ბავშვებს, რომლებიც გრილდებიან, რომლებიც დასასვენებლად წასულები არ არიან. ჩემო კარგო ხალხო, როდესაც სახლში ხართ, როდესაც გრილდებით კონდიციონერის ქვეშ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავფიქრდეთ, რომ ზაფხულში, ქალაქში 40 გრადუსიან სიცხეში რჩება ძალიან ბევრი ადამიანი. რჩება ძალიან ბევრი ოჯახი, ჯერ ერთ-ერთი რომელსაც საშუალება არ აქვს, ათასობით ლარი არ აქვს გადადებული, არ აქვს დანაზოგი იმისთვის რომ გავიდეს დასასვენებლად და ოჯახი წაიყვანოს. გარდა ამისა, შვებულების უფლებაც არის ძალიან დიდი იშვიათობა. ეს უნდა ვიცოდეთ. შვებულების უფლების მოპოვება არის დამქირავებლის წყალობა საქართველოში. და 2 თვე 40 გრადუსიანი სიცხიდან ადამიანები შვებულებაში შეიძლება 1 კვირით 10 დღით წავიდნენ და წაიყვანონ ოჯახი. დანარჩენი დღეები, დანარჩენი თვეები ხალხი რჩება ქალაქში, მუშაობს, მათი შვილები რჩებიან სახლში, ბაღები დაკეტილია, სკოლები დაკეტილია და ისინი დროს ატარებენ 40 გრადუსიან სიცხეში ქალაქში. აქ შადრევანს და დამშრალ შადრევანს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა აქვს. მე მინდა ისიც გითხრათ, რომ გავიხსენოთ, რომ საქართველოში კონდიციონერია ფუფუნება. კონდიციონერზე ლაპარაკის სირცხვილი არ არის. იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველოს ხელისუფლების პირობებში ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას არ აქვს საშუალება, რომ სახლში კონდეს კონდიციონერი არის რეალობა და სინამდვილე. ამაზე ლაპარაკს, როდესაც პოლიტიკოსი ამაზე საუბრობს, უნდა მოყვეს პირიქით მსჯელობა, ეკონომიკურ საკითხების გაშლა და არა დაცინვა. იმიტომ რომ ამ თემების დაცინვა იწვევს იმას, რომ მთელი პოლიტიკოსები და მთელი მედია საუბრობს სისულელეზე, არჩევენ ერთმანეთის ფეხსაცმლისა და ჰალსტუხის ფერს და სამშობლო და პოლიტიკური ბრძოლა შინაარსიანი გვერდზე გვრჩება. მოდი შევხედოთ კონდიციონერების საკითხს. კონდიციონერი ღირს დაახლოებით 1000 ლარი. საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ და მხოლოდ 40000 მოქალაქეებიდან 40000 მოქალაქეს აქვს 3000 ლარზე მაღალი ხელფასი სტატისტიკური მონაცემებით. ანუ თავისუფლად ეგეც საკითხავია, იმიტომ რომ იმ 3000 ლარს ადამიანი რო განკარგავს საყოფაცხოვრებო ნივთებში, კვებაში, შეიძლება იპოთეკაში, მაგრამ დაუშვათ, რომ მხოლოდ 40000 ადამიანს შეუძლია აიღოს და იყიდოს კონდიციონერი ჯიბიდან. დანარჩენ ადამიანს უნდა ჰქონდეს ან დანაზოგი, ან უნდა აიღოს სესხი. ეხლა შევხედოთ ციფრებს. მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სესხი ქართულ ბანკებში და იქიდან 500.000 ადამიანი დაახლოებით სესხს ვერ იხდის. დღევანდელი მდგომარეობით ვალაუვალი მოქალაქე, ისედაც ვალებით დახრჩობილ ქვეყანაში და ეს ცალკე პრობლემაა, ვალაუვალი მოქალაქე არის დაახლოებით 9 მილიონი. ანუ ეს ხალხია, რომელიც ვერ წავა და კონდიციონერის საყიდლად ზაფხულისთვის სესხს ვერ გამოიტანს. ეს 500.000 ზრდასრული მოქალაქეა, ჩემო კარგო ხალხო, და მათ უნდა იცოდენ, რომ მათ პოლიტიკაში ყავთ ადამიანი, რომელთაც მათი ესმის. და ეს ადამიანი ვარ მე. შემდეგი საკითხი, 700.000 სოციალურად დაუცველია ჩვენ ქვეყანაში. გარდა იმისა, რომ ეს არის ოჯახები, რომელთაც საშუალება არ ექნებათ, რომ კონდიციონერი იყიდონ, ისინი კონდიციონერს ვერც იყიდიან, იქიდან გამომდინარე, რომ ეგრევე და სწრაფად ჩამოერთმევათ სოციალურად დაუცველი სტატუსი. ეს ორი რამ შეუთავსებელია. ანუ დაახლოებით 700.000 ადამიანი და მეტი ხალხი, რომელიც არ მიეკუთვნება იმ პატარა ჯგუფს ჩვენი ქვეყნისა, რომელსაც უნდა დაუძახოთ საშუალო კლასი. ვერ გრილდება ზაფხულის განმავლობაში, ვერ გრილდება სათანადოდ. და თქვენ მე მეუნებით, რომ ის შადრევნები, რომლებიც ქართულ ოცნებას არაუშენებია, ის შადრევნები, რომლებიც აქ დაგვხდა ძირითადად საბჭოთა დროიდან და ის შადრევნები, რომლის ამოცანა არის, რომ ელემენტარული ამოსუნთქვის საშუალება მისცეს ქალაქებში დარჩენილ ოჯახებს და ბავშვებს, ეს შადრევნები დღევანდელ პირობებში შეიძლება დამშრალი იყოს.
არა, დამშრალი შადრევნები არის იმ ღრმა ცინიკური უთანასწორობის სიმბოლო, რაც სუფევს ჩვენ ქვეყანაში. ერთის მხრივ ქვეყნის მმართველი, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი თავისი აუზებით, თავისი სასტუმროებით, თავისი სხვადასხვა კლიმატურ ზონაში განთავსებული სახლებით და შესაბამისად უზრუნველყოფილი ოჯახით და მეორე მხრივ ის ხალხი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მართავს თავისი პოლიტიკით. ეს ხალხი, რომელთა უმრავლესობას საშუალება არ აქვს, რომ ნორმალურად, ღირსეულად და კომფორტულად დაისვენოს. აი ამის სიმბოლოა დამშრალი შადრევნები და შემდეგჯერ, როდესაც იქნებით კონდიცირებულ ოთახში, კომფორტში და ასე ჩასკროლავთ Facebook-ს, ეს აუცილებლად გაიხსენეთ.